გამარჯობათ პირველ რიგში, როგორც უკვე გითხარით. დავიწყეთ ჩემი პირველი ვლოგის ჩაწერა, ვიდეოს ჩაწერა, უბრალოდ YouTube არხზე და ჩვენთან არის სტუმრად, უბრალოდ მე ვარ სტუმრად. ესე იგი, მარიამ ლამასთან, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, არის ძალიან საინტერესო ადამიანი და ვფიქრობ, რომ ვისაუბრებთ იმ თემაზე, რაც თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, ჩვენთვისაც საინტერესო იქნება და პატარა ისტორიას მოყვება, ესე იგი ჩვენ დავგეგმეთ დილის 12 საათზე შეხვედრა და ესე მოვედი 11-ზე და მარიამა ესე იგი ძლივს მოაწრო რაღაცები, მაგრამ ძალიან კარგი გარემოა და კარგი, მოდი დავიწყოთ მოკლედ პირველი კითხვა. ხო, განსაცდელებზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი და მოდი პირველ რიგში მოვისმენთ შენაც, აი თვითონ რა არის ეს განსაცდელი შენთვის და შემდეგ უკვე როგორ ლახავ და აი რა мотиваცია გვაქვს რომ აი ეს ახალ ლეველზე რომ ვთქვათ გახვიდე. ძალიან ბევრი მქონია ცხოვრებაში რთული პერიოდი როგორც აბსოლუტურად ყველა ადამიანს და მაგ დროს ჩემი აზრით არის მთავარი ის რომ არ დავნებდეთ და ვიცოდეთ რომ ეს არის მხოლოდ პერიოდი. და მაგ რწმენით ვიცხოვროთ რომ ეს არის დროებითი სირთულე რომლისაც გავლის შემდეგ ჩვენ ან ვძლიერდებით, ან უფრო ღრმა დეპრესიაში ვარდებით. და რომ არ ჩავარდეთ ამ უფრო ღრმა დეპრესიაში, ჩვენ უნდა საკუთარი თავი გავიცნოთ. რა გვახარებს, რა გვაბედნიერებს, რა გვაძლევს joy, როგორ არის, სიამოვნებას. და მაგ პატარ-პატარა რაღაცეებით გაკეთების გამო უნდა ამოვიყვანოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ სხვაზე დამოკიდებულება და სხვაზე დაყრდნა არ შეიძლება ჩემი აზრით საკუთარი თავის ის უნდა გქონდეს იმედი და საკუთარი თავის ძალები. გამარჯობა ლეილა. მოვიდა ლეილა, რომელიც აი რთული პერიოდი შენ ცხოვრებაში, ყველაზე მეტად რთული პერიოდი ეს რომ თქვა, ძალიან ფონს რო გადახედო შენი ცხოვრების, აი რომელ ეტაპს ამოარჩევდი და აი რა შეიძლება მაგალითად გაიგივონ იგივე ქალებმა, გოგონებმა თავის ცხოვრებასთან, ხო, აი ყველაზე რთული ეტაპი ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ეტაპი ახლა მგონია რომ ახლა მაქვს, მაგრამ ყოველ რთულ პერიოდის დროს მგონია რომ ის არის ყველაზე რთული და ხო. ალბათ უფრო ის იქნება კარგი რომ ამ დღევანდელ ეტაპზე ვილაპარაკო. ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ აი გზაჯვარედინზე ვარ და უნდა ავირჩიო საით წავიდე და რომ არ იცი ზუსტად საით უნდა წახვიდე ეგ არ ცოდნა ხო რაღაცის ძალიან გამძიმებს და აი ფიქრობ რომ всё დამთავრდა შენი ცხოვრება და აღარ შეგიძლია და ვეღარ აკეთებ და პლუს 2 ბავშვი და ძალიან რთულია. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველა ემოციას უნდა მისცე გამოსვლის საშუალება. გეტირება იტირე, აიღე ბალიში იღრიალე ამ ბალიში. ბავშვებს არ უღრიალო. ხანდახან აგეც ხდება. უნდა ეს ემოცია გაიარო, თუ დაამალე, თუ დაჭმუჭნე და სადღაც ჩაიდე, ეგ მერე ან რაღაც დავადებაში გამოიხატება, ან ზედმეტ წონაში, ან კიდე სხვა რაღაცეებში. ხო, როგორ ხდება ხო? ხო, ამიტომ რაც მოდის ემოციები, ის უნდა გამოვხატოთ და გავიაზროთ და ვიცხოვროთ. ხო, ბრაჟით როგორ არის საქართველოში? ბრაჟიტზე თუ. ნახე შენ მაგალითად ამ ეტაპზე რაღაცა გარდამავალი პერიოდი გაქვს, ხო? რაღაცა პრაქტიკები გაქვს, ცოდნები გაქვს, რომლითაც აი ამ ჩიხურ მდგომარეობიდან შეგიძლია რომ შენ თავს რაღაცები უთხრა და გამოხვიდე, ხო, მდგომარეობიდან. მაგრამ არის ძალიან ბევრი ქალი, გოგო, ხო, რომელსაც ასევე აქვს ოჯახი. მაგალითად არ აქვს წასასვლელი, აი ის უფრო შეიძლება მეტად ვერ ხედავს, აი რა ქნას ამ დროს მასაწყალშვილები, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, იცი რა მდგომარეობაში და ანუ არ იცის რა ქნას, მაგრამ გარდაუვალია დაშორება. აი ამ ადამიანებს, რომლებსაც აი შეიძლება ეხა შენი გამოცდილების დიაპაზონიდან რა რჩევას მისცემდი და აი როგორ აი თავის სულიერ მდგომარეობას როგორ შეხედონ ისე რომ არ ჩაეშნენ ბოლომდე და შენს თავს გამოსავალი. ალბათ უფრო ძალიან აი ცოტა ფსიქოლოგიური პროფესიონალური თემაა და
ისმის რომ ზოგადად ბევრს არ აქვს ფსიქოლოგთან მისვლის საშუალება ან ასე შემდეგ, ამიტომ ვფიქრობ რომ დღეს ვართ ისეთ დროს რომ გვაქვს YouTube, გვაქვს წიგნები, Google და ყველანაირად შენ საკუთარ თავს უნდა დაეხმარო და მიხვდე რომ მარტო არ ხარ. ძალიან ბევრი ხალი გადის იგივეს. ძალიან ბევრი ხალი თუ ყველა არა საერთოდ. გავდივართ ამას ზოგადად ხო და ვიღაცა უფრო მძიმე მითი რა ქვია? შეიძლება მძიმე ხო ვიღაცა უფრო ადვილად. ამიტომ აუცილებლად იკითხეთ წიგნები, უყურეთ ვიდეო YouTube-ებს, რომ როგორ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციებს და რა თქმა უნდა, იმ მედიტაციების თემას რო შევეხოთ, მედიტაცია არის აი ზოგს ლოცვა შველის, ჩემი აზრით ლოცვაც მედიტაციის ფორმა არის თავისებური. თუ რწმენი ხარ, რწმენი ხო? ხო, რწმენი. რწმენი თუ ხარ და ეგ შენი ძალას გაძლევს. მე ძალიან მოყავს მედიტაცია, იმიტომ რომ მედიტაციის დროს რაღაც ქაოსი გადის თავიდან და თითქოს რაღაცა აზრები და იდეები მოგდის და უფრო მშვიდდები და ლაგდება რაღაცები და მუდმივად კი. აი წერად ჩვენ საუბრობდით, ეს საინტერესო თემაა ხო? ხა მოდი კიდევ ესე ჩავსვათ ესე იგი ჩვენ იმაში. ქალების კატეგორია, შენ ზოგადად ძალიან ჰუმანური ხარ, ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე და სხვა ჭრილიდანაც რომ მივშოთ, არის ქალების კატეგორია, ჩემნაირი. ჯაჯღანა ქალებს რომ ეძახიან, სუხუ ხო და აი რა თუ დაგინახავს ზღვარი, რომ რომელი ჯობია იყოს, ხო, იმიტომ რომ შეიძლება არა ურთიერთობაში პირობითად ზოგჯერ ცდილობს ქალი იყოს მშვიდი, გაწონასწორებული, კარგი, რომ იქნებ რაღაც გამოსწორდეს. არ სწორდება, არ პირიქით სულ ჯაჯღანებს და აი თუ გიფიქრია ამ თემაზე. ალბათ ყოველთვის ჰარმონია ჯობია და დავაბალანსოთ, მაგრამ ეგრე არ გამოდის. მე ზოგადად აი რაც გავთხოვდი, ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემ ქმარს. თუმცა ახლა ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ და არავინ ცივით დამთავრდება. მაგრამ რადგან თვითონ არის მშვიდი და ნამდვილად hard working man, როგორც თქვიან, მე ვფიქრობდი, რომ ჩემი რაღაცა რაც არ მომწონს, ჯობია მოვითმინო, ჯობია არ უთხრა, რაზე უნდა მოუშალო ნერვები, კაცი მუშაობს და ასე შემდეგ და ეხლა ვხვდები, რომ არა. შეიძლება ეგრე და ჩემი აზრით ეს არა გამოხატული ემოცია, არა გამოხატული უარყოფითი ემოცია, ჩემ ზედმეტ წონაში გადადის. რო გავიცანი ვიყავი 70 კილო, ახლა ვარ 93 და ასე ჩაგროვება არის ნამდვილად და ეხლა ავჯაჯღანდი. ჯაჯღანა გახდა მარიამი გავხდარი, კოხტა 15 წელს გავს. ნანერვებლები მოჯაჯღანე, ხო. ასე რომ ხო, ეხლა აქაც ბალანსია, რა თქმა უნდა. აი მომიყევით, აი ჯაჯღანის კუთხით. როგორ არ მე უფრო ვფიქრობ, აი იმას არ ვატკინო, ჯობია მე მეტკინოს, ეგეთი აი შენ როგორ აი შენ. მე მაგალითად მაგ შემთხვევაში ცოტა ისა ვარ, ხისტი ვარ, ესე რომ თქვა შეიძლება ეგოცენტრულის და დაუფიქრებელის. ცოტა ის გადახურვის სპონტანურ კითხვასთან გისმე, უფრო საინტერესო იყოს და ეხლა მოდი ცოტა იქითკენ გადავიდეთ და გავერთოთ თან, ხო? ესე იგი როგორც ესეთი ინგას შვილი და ესე რომ თქვა სამყაროს იცნობ მედიტირებ, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვლოგი ემსახურება ასე ამ სამყაროს მიღმა, რას ფიქრობ, არის თუ არა სამყაროში, როგორც ეძახიან, უცხოპნალეტელების თემა, ხო? რომლებიც ჩვენ გვიყურებენ, ან ჩვენ რაღაცას გვასწავლიან, ან პირიქით, აი რა შეხედულება გაქვს ზოგადად ამ საკითხზე? უცხოპლანეტელების არ მჯერა, მე მჯერა თუ გაქვს ნანახი ფილმი ინტერსტელარი. არა, აუცილებლად უყურეთ, ვისაც არ გაქვს ნანახი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენვე ვართ. ოღონდ სხვადასხვა level, izmirenie, ხო, level და სხვადასხვა universe, როგორ არის სამყაროებში, ანუ რაღაც ბევრი სამყარო არსებობს. ხო. აი მაგალითად დღეს რომ ჩვენ არ შევხედროდით, ეს იქნებოდა ერთი ვარიანტი ამ ცხოვრების, მაგრამ სადღაც სხვა level-ზე ჩვენ ხვდებით. მაგრამ კიდე მეორე level-ზე ჩვენ ორ შაბათს შევხვდით. და მჯერა რომ ეს მართლა სადღაც არსებობს.
მერე არის მომავალი, რომლიდანაც ჩვენივე საკუთარი თავები გვიყურებენ და რაღაც ნიშნებს გვაძლევენ. ეს ძალიან საინტერესო მოხდება, ხოთშორის სამკუთხედს მე არასდროს დავფიქრე. აი ძალიან მაგარი ფილმია, აი მაგას რო უყურე, როგორც იქნა თითქოს გავიგე, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი. სამყარო როგორ არის და რა მოწყობილი. თქმა უნდა, ღმერთის მჯერა, რელიგიის არ მჯერა. ღმერთი არის საერთო აბსოლუტურად ყველასთვის. მე ეგ შევისწავლე, როცა ვკითხულობდი კორანს. ყურანი თუ როგორ ყურანი ხო. მან მივხვდი რომ ალა ხო რასაც ეძახიან მუსულმანები არ არის ღმერთის სახელი, ეგ არის просто სიტყვა, არაბული სიტყვა, რომელსაც ნიშნავს ღმერთი. ხო. და იქ იხსნება იქ იოსეთს უყვართ მუსულმანებს და ამიტომ მაგ რელიგიის შესწავლის გამო მივხვდი რომ ღმერთი არის საერთო ყველასთვის. და როცა აი სანამ არ წავიკითხავდი მაგას, მე მეგონა აი ებრაელებს თავისი ღმერთი ყავთ, მუსულმანებს თავისი და ჩვენ ქრისტიანებს, ხო? ხო. მაგრამ ეგრე არ არის და იმის მერე აი ბუდიზმის მხრივ უფრო წავედი იქითკენ, თუმცა არ შემისწავლია დეტალურად ბუდიზმი, მაგრამ აი რაღაც ეგრე просто ენჯერა ზედა ძალის რაღაცის, რომელიც ჩვენ უბრალოდ აქ გამოცდილებისთვის ვართ. ჩვენ აი რაღაცა ვიდეოს უყურებდი და იქ აიხსნა ესე რომ აი ღმერთი ხელია ღმერთი ეს ჩვენ ვართ. ჩვენც ვართ ღმერთები რაღაც მხრივ და просто ჩვენ ვართ სხვადასხვა ღმერთის გამოხატვები. იმიტომ რომ ღმერთს უნდა ამ სამყაროზე რომ სხვადასხვა ექსპერიენსი გაიაროს და არაფერი არ არის არც ცუდი და არც კარგი. ეს უკვე просто საზოგადოებამ სოციუმმა დაარქვა ამას კარგი, ამას ცუდი. კი, რა თქმა უნდა, სიკვდილი ძნელია, რთულია, მტკივნეულია, მაგრამ ყველა მანდ ვიქნებით. ეგ არის პარადოქსი, რომ ყველა მოვკვდებით რაღაც მომენტში, ხო? და ამიტომ აი ძალიან საინტერესო ალბათ ცოტა სხვაგან გადავუხო. არა, ხო, ეხლა მე თვითონაც წავიყვანე ცოტა ისეთ რამ, მაგრამ როგორც ჩემთვისაც საინტერესო იყო ამ კუთხითაც მესაუბრა. ინდოეთში თუ გიმოგზავნა? არა, ძალიან მინდა. ხო, მეც ხო ძალიან ვერ მოვასწარი ინდოეთში წასვლა მე. ესე იგი რელიგიების შესწავლითაც იყავი. კი, ძალიან. მე 7 კლასიდან ბიბლიას ვკითხულობდი. მე უკვე სადღაც 25-ის ვიყავი ყურანი, არა 23-ის ყურანი რო წავიკითხე და მაგრამ სულ მაინტერესებდა ეგ თემა, როგორ, რატომ უნდა მჯეროდეს, რა ფაქტებია და. ხო. ჩემი აზრით ანუ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ზოგადად რომ რაც უფრო მეტი განსაცდელი აქვს ადამიანს, ხო? მით უფრო ესე რომ ვთქვათ ახალ ეტაპზე გადადის და თუ ის ახალ ეტაპზე არ გადადის, ის არც ძლიერია და შენი თქმის არ იყოს უკან ეშვება ხოლმე. ან ნახე მეუღლის პროტოტიპი და შენი პერსონაჟი რო ავიღოთ. კიდევ მოდი ამ თემას დავბრუნებ და იმიტომ შევეხო ამ თემას, რომ განსხვავებულია თქვენი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება პირობით. აი ნელსონი აინტერესებს მაგალითად სამყაროს ფილოსოფია, მედიტაცია, ისევე როგორც შენ. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მომენტი ადამიანების ცხოვრებაში, რომ განსხვავებულმა ინტერესებმაც რაღაცები განსხვავებული ინტერესები გვაქვს. ის უფრო აი მიწაზე მყარად დაბიჯებს. მე კიდე სადღაც დავხსენა. ხო. და მე გონა რომ ეს კარგი სიმბიოზია, კარგი დუეტია, მაგრამ მე ვხვდი რომ ძალიან მაკლია რომ გამიგოს. ხო. მაკლია რომ ჩემი ფილოსოფია გააზიაროს ჩემთან, იმიტომ რომ ეხლა რაც ეს რთული პერიოდი ქონდა, იმდენი ვილაპარაკეთ ამ 7 თუ 8 თვის განმავლობაში. მაგდენი 7 წლის განმავლობაში ვილაპარაკია და მივხვდით რომ სხვანაირად უყურებთ სამყაროს და ცხოვრებას და აქამდე ეს თუ მუშაობდა, ეხლა აღარ მუშაობს ეს ჩემთვის. და ალბათ არაკონფლიქტურები ვართ ორივე და მაგიტომ მუშაობდა აქამდე ეს ყველაფერი და ვიზუალური მიზიდულობა გქონდა ორივე ერთმანეთის მიმართ. ხო, ესე იგი რაღაც პაუზა გარკვეულწილად ადამიანების ცხოვრებაში რაღაც გადაფასებებს აკეთებს და ეს ძალიან კარგია ზოგადად. ამიტომ ეხა ჯანჯღანა იქნები თუ თბილი, მაინც ალბათ ყველა ადამიანს ეტაპზე დგება ის, რომ მაინც უნდა ჩამოხვიდე ცხენიდან და გარი სიტუაციას შეხედო რაღაცებს. კარგი, საქართველოში უკვე მეორედ ჩამოხვედი ამ ბოლო პერიოდის
ხო, საფულში ვიყავი და ახლა. ხო, განმავლობაში, ხო? ესე იგი, ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ, იქაც ყავს რა თქმა უნდა მეგობრები, უცხოენოვანი მეგობრები დავინტერესდებთ, რომ მენტალობა მაინც სხვადასხვა არის. აი მეგობრობაში როგორი არიან? აი იქაური მეგობარი და აი აქაურ მეგობარი. აი რა განსხვავება შეიძლება? ერთ საინტერესო მაგალითი მაქვს, ახალი ჩასული ვიყავ ამერიკაში, ვარ 22 წლის. და მახსოვს მუშაობდი სალონში და მაგ სალონიდან წაგვიყვანეს ბოულინგში სათამაშოდ. და ძალიან დებილური პონტი იყო. აი არავის რო არ ეხალისება, პროსტა მენეჯერს თქვა რომ წავიდეთ და ნუ თამაშობთ რაღაცა რავინ არ ტაშს არ უკრავს რო გოლი გაიტანა თუ რაც არის. და მე მოდით ახლა სურათი გადავიღოთო და დავდექით და ყველა არებს ეგეთი სურათი გადავიდა გავოცდი მეთქი ეს რა იყო. ხო, ანუ რაღაცა მასკიროვკა ფეიქ, ხო. მაგას ვატარებს და არა და ცოტა ბორინგი იყო მართალი რომ გითხრა. ხო. მაგრამ ეგ ეხლა კოლექტივი ვიყავით, ხო, ალბათ მაგიტო და ეხლა ვინც მყავს მეგობრები, ძალიან კარგი წრე შემეკლდა. და მაგათთან მართლა აი სულიერ გულიერად გულიანად ვართ და უფრო რუსულენოვანები არიან ყაზახსტანიდან, უკრაინიდან და ნუ რუსეთიდანაც არიან ჩემი კლასელებიც და ხო და კარგი ხალხია ძალიან და ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ რაღაც ცხოვრების მიდგომა და ფილოსოფია რაღაც მომენტებში რომ დაიმკვეს. ხო, ერთი რაღაც სალაპარაკო ქონდეს, მხოლოდ რაღაცა ხო, ურთიერთობებზე და დებილობებზე არის. ხო. უფრო ამაღლებულ რაღაცა. აი როგორც ჩვენ ახლა საუბრობთ, ეგეთ საუბრებზე ვგიჟდები. ხო, კი. და საქართველოში ანუ არის მეგობრების ესეთი კატეგორია, რომელიც უბრალოდ პირობითად დაურეკავ და მე ქმარმა გამაბრაზა ბავშვმა თავი დავამხსნას. ნუ არის უკვე კატეგორია, რომლებიც ეს რომ თქვა შეიძლება უკვე მიხვდე და სხვა გადმოსახედიდან და სხვა კუთხით იმშელო. ანუ იქაც არიან ესეთი ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ. ესეთებიც არიან, ნუ დაურეკავ, ეხა დეპრესია მაქვს ან ეგეთი და მოგისმენს და გაგიგებს ბოლომდე. პოდკასტებს უწერთ ხოლმე, ვოისები, 20 წუთიან ვოისებს. ხო, აუ 20 წუთი დამამშვიდებელი რელაქსი. გალანძღე. ის ხო საქართველოში ზოგადად გაქვს რამე გეგმები, რამე პროექტს ხო არ გეგმავან? კი, ახლა წიგნი იბეჭდება ჩემი. ხო. ერთი ის მაქვს, უნდა გაჩვენოთ. ხო. ნიმუში, ხო? ხო. ეს აღარასდროს გაფლანგო შენი ცხოვრება. აღარასდროს გაფლანგო შენი ცხოვრება. და მხოლოდ თეორია არ არის, აქ არის პრაქტიკული დავალებებიც, რომელიც ცოტა მაინც, მაგრამ გამოგიყვანთ ცუდ მდგომარეობიდან ჩემი აზრით და ძალიან ადვილი წესაკითხია, იმის მიუხედავად, რომ ინგლისურად დავწერე, ჩვენ ძალიან ახლობელმა გადამითარგმნა და მოკლედ კი, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს მე ძალიან საინტერესოა, რომ მეც მაქვს ერთ-ერთი წიგნი ბიზნესზე მაქვს ის გამოცემული და დაწერილი, მაგრამ ნახე აი ხა ნახე ეს დღიური წიგნი დღიური, ხო? დაახლოებით მსგავსი мотивაციით შექმნილ ბიზნესზე, რომ step by step ეს რომ თქვა, ადამიანი მიყვება და თან თვითონ ჩაინიშნავს, იმიტომ რომ ცოტა ეს ბოლო პერიოდში ყველას მახსოვრობის პრობლემა დაგვემართა, რომ აი რომ გადახედავ მე ან რა გააკეთე სწორად ან რაღაცა ანალიზი ამოიღო, მე ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივია და სხვა შორის საქართველოში მსგავსი ტიპის დღევრი მე მაგალითად არ მინახავს მსგავსი. არასდროს გაფლანგო შენი დრო, აი დრო არის ის, რასაც ყველაზე დიდი ხო. ამიტომ მოვედი მარიამთან 12-ის, მაგრამ 11 საათზე. ყველაფერი მოვასწარეთ. ყველაფერი მოვასწარეთ და ინტერვიუც ჩავწერეთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით, ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, ხო ყოველთვის ჩავწერთ ხოლმე რა თქმა უნდა, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა, რომ მოხვედი, მომწერე და რომ ესე ძალიან ადვილად მოხდა ჩვენი კონექტი და კონტაქტი. მარიამი არის ძალიან გახსნილი ადამიანი და ვფიქრობდი რატომღაც ოღონდ მართლა გულწრფელად რომ გამოვხდები კონტაქტზე, სხვა ადამიანებსაც მივწერე, რომლებსაც ადრეც მეგობრობდი, ვიცნობ და ერთ-ერთმა ადამიანმა მომწერა ლექტორიც არის ის ადამიანი, რომელი ტელევიზიიდან ხართ? მე ვთქვი, არა, უბრალოდ მე ვარ ადამიანი, უბრალოდ და მინდა თქვენთან რაღაც
და სხვა შორს უკუგება მივიღე მაგ-კუთხით, რომ კი ბატონო, როდესაც გააკეთებ YouTube-ს, ემნოთვალ. სიხარული. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონებო, ადამიანებო, მეგობრებო, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ყველა პრობლემა, როგორც მარიამმა გვითხრა, არის რაღაცის გამო და მარიამიც აი ამ ეტაპს გადის ახლა, რომ რაღაც ახალ ლეველზე გავა და აუცილებლად გაგვიზიარე მე ეს შენი აზრი, რომ აი რა მოგცა აი ამ ყველაფერმა და თქვენც გაითვალისწინებთ. თუ რამის თქმა გინდა დამეტებით? ხო, მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად უსმინეთ გულის ხმას. ის რაღაცას რო ჩურჩულებს და თქვენ არ უსმენთ, მე ყველს დაიწყებს. ამიტომ ჯობია რომ მოусმინოთ თქვენი გულის ხმას, ის არის თქვენი კომპასი, თქვენი აი მატარებელი საით უნდა წახვიდეთ და ძალიან რთულია ხანდახან, ძალიან ეგოისტურად შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ეგ არის თქვენი გაიდი რა. და კრიტიკის არ უნდა შეეშინდეთ? არა, არ უნდა გვეშინოდეს კრიტიკის, ხო. კრიტიკა იმიტომ მოდის, რომ ისინი ვერ ბედავენ. და იმათ სჭირდებათ შენაერი გამბედაობა, ამიტომ ხო. ჩემი სიმღერაც მაგითო დავწერე გამბედაობა. ხო, შენ სულ ძალიან ყველგან ხდება ეს გატრენდა. არა, ბევრი მე ძალიან კარგი კომენტარი შემოხვდა. საქართველოში ზოგადად ეს კრიტიკულთან მუსიკის მიმართ. ასე რომ ნახე ეს მუსიკაც მე ვფიქრობ რომ მოდის მარიამის გულიდან და სულიდან და ანუ აქ თავარი არ არის პირობითად ვიღაცაზე უკეთ მღერის თუ ვიღაცაზე ნაკლებად. მე რაც დავინახე ის იყო რომ ადამიანმა თავისი ჰობით ეს რაღაც ინტერესით გადმოიტანა რაღაც ისეთი სათქმელი რაც შენც უნდა რომ გაგიზიაროს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაზიარება, ხო? კი. ძალიან ბევრს დაეხმარება. აუცილებლად და იმ ადამიანების მესეჯი მომდის რომ აი რაღაცა გავიგეო, ჩემთვის იყო ეს. ხო, იმ ენაზე და ისე უთხარი, როგორც მას ეს სჭირდებოდა. ასე რომ მე პირიქით ძალიან მადლობელი ვარ აი ამ ყველაფრის და მეც ვუსმენ ხოლმე ეს რომ თქვენ შენ ისინი სულ მოხვდება ხოლმე და იმასაც ვადევნ თვალს, ბინდი მაშვება რა. აზიარებს ხო? კარგი. რა ვიცი ხა სხვა თემებს, ქალების თემებს უფრო ღრმად აღარ ჩავყვები, მაინც წინდა რაღაცა მაინც დეტალებს აღარ გავყვები და ის რა ქვია. დავასრულოთ მაშინ დღევანდელი ჩაწერა, სადღაც რამდენი წუთი იქნება, არ ვიცი. მადლობა კიდევ ერთხელ და გაიხარე და კიდევ უყურეთ რუსკას, ძალიან მაგარი ინტერვიუები ექნება, დარწმუნებული ვარ მომავალშიც და მოკლედ გადავიდეთ თვალით. ხო.